სიჩუმის სანაცვლოდ გავლენები მერიაში შეინარჩუნეთ და ამ გავლენებს ახლა თქვენი მეგობარი ბიზნესმენებისთვის იყენებთ. ბაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე გასამართლებულმა თბილისის მერიის მაღალჩინოსანმა ციხე უკვე დატოვა და ახალ სახლობაც იზეიმა. 1 წლის და 2 თვის თავზე პატიმრობა გიგა გიგაშვილს შინა პატიმრობით შეუცვალეს. ახლა სახლშია და გადაადგილება სამეთვალყურეო სამაჯურით შეუძლია. ვინ დაულაგა საქმე, რომ ციხიდან ბადაზე ადრე გამოსულიყო. იყო თუ არა ის ჯილდო, რომ ჩვენება კალაძის წინააღმდეგ არ მისცა. ამის გასარკვევად გიგაშვილთან მივდივართ. პირველი ჩვენს ყურადღებას მისი ახალი აპარტამენტი იქცევს. ეს საცხოვრებელი სახლისგან იყიდეთ. ქონებით დაინტერესდა. ნახეთ, ჩვენ რომ პირადი ქონებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვინტერესდებით, როდესაც თქვენი გვარი კვეტენაძის საქმეში დედაქალაქის მერიაში გამოჩნდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი მეაშენებულ საცხოვრებელ სახლში შეგიძენიათ ბინა. უმეტესობა წარმატებული ადამიანებისა არიან ჩემი მეგობრები. თავად შემოგთავაზეთ თუ თქვენი პოვეთ? მე ვიპოვე თუ შემომთავაზა, იპოვა, არ იცოდეთ რომ კვეტენაძის და ფრევეშვილის აშენებულ კვეტენაძის კი არა, თბილისში ვისი რა აშენებულია ყველაფერი ვიცი. 9 მილიონის ღირებულების ბინა პრესტიჟულ უბანში გიგაშვილმა ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში 2024 წლის 8 მაისს იყიდა. ისე რომ საბანკო სესხი არ დასჭირვებია. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ბაგებში ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში 153 კვადრატულ მეტრ სახლში $120,000 გადაიხადა, რაც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფია. გიგაშვილს არაფერი გაუყიდია, რაც ამ თანხის გადახდის შესაძლებლობას მისცემდა. ციხიდან გამოსულმა პრესტიჟულ კორპუსში დიდი ბინა პირდაპირ გადაიფორმა. ჩნდება კითხვა, იყო თუ არა ეს ბინა ჯილდო დუმილისთვის, რომ მკვლელი შადრევნის საქმეზე პატიმრობაში გაშვებულმა მაღალჩინოსანმა ხელი არც მერს და არც მის მოადგილეებს არ დაადო. ჩვენება არის დაახლოებით 1-3 საათიანი სასამართლო. ვისი პასუხისმგებლობა გამოკვეთეთ ბატონო გიგა? სადაც დეტალურად პასუხისმგებლობა, რომელი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა გამოკვეთეთ თქვენს ჩვენებაში? შეგიძლიათ მითხრათ? და თქვენ რა ის მაღალჩინოსანი იყო პასუხისმგებელი თუ დაბალჩინოსანი? არ იყო პასუხისმგებელი? ამას მეუბნებით, რომ ამ ამბავზე, რომელსაც პატარა ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, არც ერთი მაღალჩინოსანი პასუხისმგებელი არ იყო მართლად უწრფელად მოპასუხა. სამართლებრივად იძახით თუ პოლიტიკურად? თუნდაც პოლიტიკურად. არც ერთი მაღალჩინოსანი პასუხისმგებელი არ იყო. ეს საზოგადოების შეფასების საგანია. თქვენი შეფასების საგანი მაინტერესებს. თქვენ ხომ იურისტი ხართ? სამართლებრივად მე პასუხი ვაგე. თქვენს თავზე აიღეთ, თქო მაგას გეკითხებით? ამ დუმილს გულისხმობ. მე ის პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის ოჯახის წინაშეც, მე ავიღე პასუხისმგებლობა ჩემი თანამდებობიდან გადადგომა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ბაკის პარკის შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის შემდეგ დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გიგაშვილმა სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გიგაშვილმა ბრალი არ აღიარა, დაკითხვის დროს ხელი არავის დაადო. მას არ უთქვამს, რომ მერი და მისი მოადგილეები აჩქარებდნენ დაუსრულებელი შადრევნის გახსნას, რადგან შემოდგომაზე საზაფხულო სეზონის შემდეგ ეჩქარებოდათ პიარისთვის კიდევ ერთი ობიექტის გახსნა. დაუფასეს თუ არა გიგაშვილს დუმილი. არც თავში და არც ბოლოში არ გავქცეულობთ. არა, თქვენ ძახით რომ დუმილის თანასწორად მიიღეთ რაღაც გავლენებიო და დუმილის თანასწორად გადაუნებავით ესე იგი. ცხოვრება დამეგრა, კიდევ ერთხელ გეუბნები, ცხოვრება დამეგრა თქო, რასაც ვაშენებდი მთელი ცხოვრება, ის ერთ წუთში, აი ამ საზოგადოების აზრიდან გამომდინარე თუ რაღაცა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მერიის პროექტმა 13 წლის გოგოს სიცოცხლე შეიწირა. პასუხისმგებელი უწყების ყველა მაღალჩინოსანი კი ახლა სახლშია. საზოგადოების პროტესტის შემდეგ ისინი დააკავეს, თუმცა როგორც კი ეს ტრაგედია საქართველომ დაივიწყა, ყველა სახლში გაუშვეს. ჩვენთან ინტერვიუში გიგაშვილი მიანიშნებს, რომ ის ციხეში მედიის აქტიურობის გამო გაუშვეს, ანუ კალაძემ ტელედაკავება მოაწყო. პატიმრობაში ვიყავი წელიწადი და 2 თვე და იქამდე 12 წელი მუშაობდი საჯარო სამსახურში და სამწუხაროდ ვეღარ მუშაობ, ხო?
მათ შორის აი ამ სიუჟეტების გამო და სიუჟეტების გააკეთეს თქვენმა ტელევიზიებმა და სხვა ტელევიზიებმა. Ალბანია რეპორტაჟების გამო მოხვდეთ და ეკავებინეთ. ხო კარგად იცით ის გამოთას მოხდა. მე ძალიან კარგად ვიცით, თქვენ თუ იცით კარგად და თქვენ თუ უთხარით იქრისთვის რის გამო არ უნდა მჭდარიყავით ციხეში. კი ბატონო, ის დაინტერესდება უეთქვა. რის გამო მოხდეთ ციხეში? მე პასუხის ჩვენებაში რა მოყევით? ვინ იყო პასუხისმგებელი პირი? რა მოყევით? არ გაქვს ჩემი შეგანა, ხე? გიგა გიგაშვილის უეცარი გამდიდრების ისტორია ციხიდან გამოსვლის შემდეგ იწყება, თუმცა ამით არ მთავრდება. თბილისის პრესტიჟულ უბანში ბინის ყიდვის შემდეგ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი გახდა. 2 თვის წინ, 2024 წლის 13 ნოემბერს, გიგაშვილის სახელზე კომპანია კომპაქტ ვარკეთილის 50%-იანი წილი გადაფორმდა. კომპანია კომპაქტ ვარკეთილის დამფუძნებელ გიგა სანაიასა და გიგა გიგაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 50%-იან წილში 270,000 ლარი გადაიხადა. ჩნდება კითხვა, როგორ იშოვა ციხიდან გამოსვლიდან 7 თვეში მერიის ყოფილმა ჩინოვნიკმა ბინისა და ბიზნეს წილის საყიდლად 700,000 ლარი, როდესაც არც სესხი აუღია და არც არაფერი გაუყიდია. ცხადი არის აქ ძალიან სერიოზული დანაშაულის ნიშნები, როდესაც უცბად ადამიანს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაჩუმების სანაცვლოდ აღმოაჩნდება დიდძალი ქონება, ისეთი რომელიც მის დეკლარაციაშიც არ იყო, ისეთი რომელიც იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და რომელიც დაკავშირებული არის ვაკის პარკის ტრაგედიასთან. იმ ტრაგედიასთან, რომელმაც იმსხვერპლა ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე, სადაც ფაქტობრივად ვერ ვნახეთ ჩვენ რეალურად პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ აეღო თბილისის მერიას, თუ ეს ადამიანი მისი სიჩუმის სანაცვლოდ გახდა ამ დიდძალი ქონების პატრონი, რატომ შეიძლება ამით არ ინტერესდებოდეს გამოძიება და რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე კალაძეს, რომელიც არის აი ამ სიჩუმის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი. სამშენებლო კომპანია კომპაქტ ვარკეთილი, რომლის წილის მფლობელი ციხიდან ბადაზე ადრე გათავისუფლებული მერიის მაღალჩინოსანი გახდა, კორპუსებს ვარკეთილში აშენებს. ამ 2117 კვადრატულ მეტრ მიწაზე ახლა 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო და კვადრატული მეტრის ფასი $1200-დან იწყება. ანუ გამოდის, რომ თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს მოქმედი სამშენებლო ბიზნესის წილი ერთი ბინის ფასად მისცეს, რაც საეჭვო გარემოება. ახალი პარტნიორი ყოლიათ ბიზნესში და ბატონ გიგასთან გვაქვს კითხვები, გიგა გიგაშვილის პარტნიორად გახდა მასთან დაკავშირებით. ტყუილია, საიდან მოიყვანა? აგერ არის ბატონ, როგორ არის ტყუილი? კარგი არის მაშასა. ვთქვით, ბატონ. რასის რომელიც ლაპარაკო? როგორ გახდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი მათი ბიზნესის მფლობელი? ამ კითხვით ჩვენ კომპანიაში მივდივართ. რა კავშირი აქვს გიგაშვილის ბიზნეს პარტნიორობას მშენებლობის ნებართვებთან? აი ეს მაინტერესებს. თუ არ იცის როგორ გითხრათ აბა? თქვენ იცით? არც მე ვიცი. გიგაშვილი მშენებლობის ნებართვების მისაღებად გჭირდებოდათ? რატომ ისო? მშენებლობის ნებართვების მისაღებად გჭირდებოდათ? რაღაცა თემა წამოწიოთ, რომელიც მე არა ვარ საქმის კურსში. შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ სამშენებლო კომპანია კომპაქტ ვარკეთილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ უეცრად გამდიდრებული მერიის მაღალჩინოსნის ერთადერთი ბიზნესი არ არის. საპატიმროს დატოვებიდან 2 კვირაში გიგაშვილის სახელზე ახალი კომპანია გაჩნდა. 2024 წლის 15 მაისს გიგაშვილმა დააფუძნა კომპანია GM Capital & More. 2024 წლის 9 ივნისს უკვე მერიაში კორპუსის ასაშენებლად ტერიტორიის მოსამზადებელი დოკუმენტები წარადგინა. ხების პირას დაინგრევა კორპუსში. რატო? ნაყარი მიწა და მიწა. არ შეიძლება. ეს კორპუსი შეიძლება ერთ ლამაზ დღესა ჩავიდეს, აი ახალი პარკი რო გედება იქ. თემქის დასახლება, ზღვის უბანი. ხების პირას მდებარე ამ მიწაზე 13 სართულიანი კორპუსი აშენდება. მიწას, რომელიც სარეკრეაციო ზონა იყო და მშენებლობა იკრძალებოდა, დედაქალაქის მერიამ საგანგებოდ გავლენიანი დეველოპერისთვის სტატუსი შეუცვალა და სამშენებლოდ ვარგისად აქცია. სამშენებლობა იყო, ხალხი გამოვიდა რამე, შეეკითხა ხალხი რამე. ძალაუფლება აქვს და მინდა და აკეთებს რა. გამოხვალ მოგიყვას მილიციას.
1500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ხედით პარკზე სამშენებლო მოედნად ამზადებენ. 39 მეტრის სიმაღლის კორპუსის ჩადგმას ზღვის უბანში 159 საჯარო სკოლის მომიჯნავედ იგეგმება. იქ სადაც არავის არაფერს აშენებინებდნენ, მიწის ახალ ფლობელს, მშენებლობის ნებართვა, ახლა გადამეტებულ ფართზე, სიმაღლის განსაზღვრელი რეგულაციების გარეშე და გაზრდილი კოეფიციენტით მისცეს. თქვენთვის ნორმალურია მანტიფა კორპუსის აშენება? აბა წარმოედგინეთ, სკოლაზე მაღალი რაღაც დიდი ბრონზის შენობა სკოლის წინ. ჩემი შვილები სამივენი მაგ სკოლაში სწავლობენ და მინდა არ მინდა 2024 წლის 2 აგვისტომდე ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა 2 ვრცელდებოდა. ანუ აქ მხოლოდ პარკის და ღია სათამაშო მოედნების მშენებლობა შეიძლებოდა. ვისთვის შეცვალა თბილისის მერიამ საგანგებოდ მიწის სტატუსი და ვინ ააშენებს 13 სართულიან კორპუსს სკოლის მომიჯნავედ. დოკუმენტების მიხედვით თემქაზე მდებარე 1500 კვადრატული მეტრი მიწის მფლობელი შალვა ქრევიშვილია. კაცი, რომელსაც გასულ წელს კალაძის უწყებამ ამ მიწის სანაცვლოდ კორპუსის ასაშენებლად ტერიტორია ლისის მიმდებარედ მისცა. მაშინ ქრევიშვილი ყვებოდა, რომ დაზარალებულია, რადგან ისეთი მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც მშენებლობა იკრძალებოდა. მას შემდეგ კი რაც მერიის მაღალჩინოსნებსა და ქრევიშვილს შორის დადებული საეჭვო გარიგების შესახებ ამბავი შაბათის ეთერმა გათქვა და საქმე პროკურატურამდე მივიდა, მერიის მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ ბიზნესმენს სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნება მოუწია. როგორც ჩანს, სკანდალის თავიდან ასაცილებლად ქრევიშვილს კორპუსების ასაშენებლად პრობლემის მოგვარების სხვა გზა, მშენებლობის არ მქონე მიწისთვის სტატუსის შეცვლა შესთავაზეს. ვიღაცა გამოუჩნდა სხვა პატრონი და ეთყობა ცოტა კალაძის მეგობარია, ძლიერია და მოიდო მაშენება. ვინ დაულაგა საქმე კალაძის უწყებაში ბიზნესმენ ქრევიშვილს. ჩვენს ხელშია მიმოწერები თბილისის მერიასთან. დოკუმენტების შესწავლის შედეგად ბიზნესმენ ქრევიშვილის საქმეში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე გასამართლებული გიგა გიგაშვილის სახელი იკვეთება. რა კომუნიკაცია გაქვთ კობა კვეტენაძესთან და შალვა ქრევიშვილთან? კობა ჩემი ახლო მეგობარია ძალიან მარაშულში. და შალვა ქრევიშვილი? შალვა ქრევიშვილი ნათესავია კობასა და შალვასთანაც მეგობრული ურთიერთობა. მათ ბიზნესთან რა კონტაქტი გაქვთ გიგა? ბიზნესთან არა მოყვა. არანაირი კავშირი არ გაქვთ. არანაირი კავშირი არ გაქვთ მათ ბიზნესთან. აი ფაქტები. გიგა გიგაშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ აფუძნებს კომპანიას და ბიზნესს იწყებს. ამის შემდეგ კი უკვე თემქაზე მიწის სამშენებლოდ მომზადების პროცესში ის პირადად ერთვება. ერთ-ერთი დოკუმენტი მერიაში სწორედ მისის სახელით არის შესული. შინაპატიმრობა მაქვს და რაღაცას მოვიფიქრე, რა ვიცი, ვცდილობ რა დაუბრუნდეს ხოლმე. არაფერი ამ კომპანიით ჯერ არ გაგიკეთებიათ. ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა უარყოფს, რაც ოფიციალურ დოკუმენტებში შავით თეთრზე წერია. შაბათის ეთერის ხელშია თბილისის ურბანული განვითარების სააგენტოში გაგზავნილი წერილი. დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 9 ივნისით თარიღდება, გიგა გიგაშვილის კომპანია GM Capital and More თემქის ხევში შალვა ქრევიშვილის კუთვნილი 3 მიწის ნაკვეთის გაერთიანებას ითხოვს. გიგაშვილი რაში სჭირდებოდა? იმიტომ რომ მისი სახელი და გვარი გამოჩენილი იყო მერიაში, რომ უფრო გამარტივებოდა საქმე. მე გეტყვით პირდაპირ თუ გინდათ კოვამაცისის და ჩემმა ბევრმა მეგობარმა რომ კომპანია დავარსე, რომელსაც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჯერ არ აქვს არც შეკვეთა არ მიუღია და აღარ მიუღია თორნაბადნო გიგაშვილი. უფასოდ მოემსახურეთ, უფასოდ მოემსახურეთ. არ მოემსახურეთ, ეს მხოლოდ პოზიციის გამოთხოვა რა. თავადაც ხომ გამოითხოვდა. თქვენ რაში დაჟდებით? არც ფული გადაუხდი, არც არაფერი, ასე მოგმართეთ და მოიცა ბევრი დრო გაქვს და ბარემ შენ გააკეთეო. თქვენ რას მეუბნები? ბევრ რაღაცაში მათ შორის ვეხმარები, ბევრი დრო მაქვს. ასე გითხრათ ამ საქმეზე. მარტო კობას არა, თუ რაღაც შემილია პირობითად მეგობრებს ყველას ვეხმარები. კონკრეტულ შემთხვევაში გეუბნებით, ხო? კონკრეტულ შემთხვევაში გეუბნებით, ხო? რომ მე ჩემი ინიციატივით გამოვითხოვე
თემქაზე შალვა ქვრივიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა იკრძალებოდა, თბილისის მერმა სამშენებლოდ ვარგისად ურბანული განვითარების სააგენტოში გიგა გიგაშვილის კომპანიის წერილის შესვლიდან თვენახევარში აქცია. ნაკვეთების გაერთიანების თანხმობა 2024 წლის 20 ივნისს გაიცა. 2024 წლის 4 ივლისს ქვრივიშვილმა სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა. 8 აგვისტოს კი არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა გასცა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე ამბობს, რომ ახლაც საქმის მთავარი დამლაგებელი გიგა გიგაშვილია. გამოდის ციხიდან, აფუძნებს კომპანიას და ამ კომპანიის დაფუძნებიდან ერთ თვეში უკვე ნაკვეთი, სადაც 5 სართულიანი შენობის მშენებლობაც კი სათუო იყო, უცბად დიდ კორპუსად გადაიქცა და ეს რა თქმა უნდა არის მიმანიშნებელი იმისა, რომ გიგაშვილისთვის, მისი სიჩუმისთვის და აი მერიასთან მისი შენარჩუნებული ურთიერთობებისთვის სარგებელი მიიღო დიდი ალბათობით მანაც და კობა კვეტენაძემაც, რომელთანაც ისიც არის პირდაპირ კავშირში და თბილისის მერიის სხვა მაღალჩინოსნები. შალვა ქვრივიშვილის სამშენებლო ბიზნესის მაგნატის კობა კვეტენაძის ბიზნეს პარტნიორი დანათესავია. კვეტენაძე კი გიგა გიგაშვილის ახლო მეგობარი. გიგაშვილი თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ახლაც და წარსულშიც თბილისის მერიას და დეველოპერ კვეტენაძეს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი იყო. გამოყვედით ციხიდან და საქმეების დალაგება დაიწყეთ ძველი გავლენებით? არა და არასდროს. რაღაცას არ დაუდივარ ან თავარი პერი ხარ ვინც სამშენებლო ნებართვების საკითხს კვეტენაძეს, რომელსაც ბევრი სამშენებლო ბიზნესი აქვს, თქვენ ულაგებდით და ახლაც თქვენ ულაგებთ. აი რა ვიცი ზოგადად არ ვარ დაკავებული ეგეთი საქმიანობებით. ბაკის პარკის მკვლელი შადრევნის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის ალაპარაკება კახი კალაძეს ყველაზე ნაკლებად აწყობდა. გიგაშვილს შეეძლო ისეთ ფაქტებზე საუბარი, რასაც შესაძლოა მერი ან მისი მოადგილეები მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო. ტევ-პირველის არქივში ინახება 2023 წლის 12 ოქტომბერს ბაკის პარკის შადრევნის საზეიმო გახსნაზე კახი კალაძისა და მისი მოადგილის ანდრია ბასილაიას საუბრის ჩანაწერი, სადაც ბასილაია მერს ეუბნება, რომ შადრევნის ავტომატური მართვის სისტემა ჯერ არ მუშაობს და ხელით მექანიკურად ამუშავებენ. ეხლა ჩვენ ეს გვალი შადრევანი და მცირე კასკადი სულ დასრულდა, ამ ეტაპზე ხელით მართვაზეა. ამ ფაქტებს შაბათის ეთერი რამდენიმე კვირა აზუსტებს. ჩვენ ამ საგამოძიებო რეპორტაჟზე მუშაობის დროს თბილისის მერს ვკითხეთ. არის თუ არა გიგა გიგაშვილი მასსა და სამშენებლო ბიზნეს შორის დამაკავშირებელი რგოლი და შევნარჩუნა თუ არა გასამართლებულ ჩინოვნიკს გავლენები დუმილის სანაცვლოდ. გიგაშვილი დეველოპერებსა და მერიას შორის ურთიერთობების დამლაგებლად იქცა, რაც ციხიდან გამოვიდა. აი დაანებოთ რა ამ სისულელებს. სისულელებს რატომ ბატონკაცი? აი ნახეთ დოკუმენტები მაქვს. ბატონკაცი, გიგაშვილმა გავლენები დუმილის სანაცვლოდ შეინარჩუნა, თქო, კითხვას გისვამთ. მერიის გასამართლებული მაღალჩინოსნის გვარი მხოლოდ თემქაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ მომზადების პროცესში არ ფიგურირებს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად გიგა გიგაშვილის სახელით არის შესული განაცხადი კიდევ ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამჯერად სპორტის სასახლის უკან მდებარეობს და იქ მშენებლობა არ შეიძლება.